ერთადერთი მიზეზი, რაც ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების, ესე ვთქვათ, საფუძველი ხდება, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობის რიგებში ვიყავი საარჩევნო პერიოდში და ერთადერთ მიზეზად ამას რა სახის ზეწოლა ხორციელდება თქვენზე და რას მოითხოვეთ? არაერთი პიროვნება იყო მოსული იმასთან დაკავშირებით, რომ დამეწერა განცხადება, მაიძულებდნენ, რომ დამეწერა განცხადება და შვიდ გარემოში წავსულიყავი, თუმცა მე მათ განუცხადე უარი გამომდინარე იქიდან, რომ მე ჯერ კიდევ შემწევს ძალა და უნარი იმისა, რომ სამსახური კიდევ წინ წავწიო და კიდევ ბევრი კარგი საქმე გავაკეთო ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის. ლაპარაკი იყო, რომ თქვენ დაგიბარეთ რამდენიმეჯერმე ადგილობრივ მუნიციპალიტეტის გამგებელმა. რა სახის საუბარი გქონდათ და კონკრეტულად რას მოითხოვდა ის თქვენ? რა თქმა უნდა, ჩვენ შორის შედგა საუბარი ამასთან დაკავშირებით. მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ვალერის მიმართ არანაირი პრეტენზია მე არ გამაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ არც მას ჩემს მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, მაგრამ ჩემის აზრით მასეც ხორციელდება ზეწოლა ამ მიმართულებით, რომ ნაციონალური მოძრაობის, ესე ვთქვათ, წევრები, თუ კი ოდესმე ვინმე სადმე იყო ნაციონალური მოძრაობის რიგებში, დათხოვნილი იქნა სამსახურებიდან. ამ საფუძვლით თუ რა ვიცი, თვითონ საფუძველს რასაც დაუდებენ ყოველ შემთხვევაში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ შეასრულებთ მოთხოვნას, რა სახის შეიძლება მოხდეს, რა სახით შეიძლება გაგანთავისუფლონ და არის თუ არა ამაზე საუბარი? ან რას ელოდებით ზოგადად? მე ყველანაირად მზად ვარ ნებისმიერი ფინანსური სამსახური, რომელიც მათ გაეხარდებათ, შემოგზავნეთ ჩვენ სამსახურში, ფინანსური დოკუმენტაცია შეამოწმონ თავიდან ბოლომდე. მე ასევე მზად ვარ თუ ვინმე დაინტერესდება მობრძანდეს და თვითფეულ დეტალზე თუ რატომ სად დაიხარჯა წინა წლებში ეს თანხები მზად ვარ რომ ყველა კითხვაზე პასუხი გავცე მაგრამ მე იმისთვისაც მზად ვარ და ყველანაირ ზეწოლისთვის მზად ვარ გაუძლო სადამდეც გაუძლებ და განცხადებას მე ჩემით არ დავწერ ველოდები გათავისუფლებას თუ გამათავისუფლებენ მხოლოდ ცივილურ ფორმებში холод კანონიერების ფარგლებში. შეტადაპირებაზე იყო საუბარი. იყო გარკვეული პიროვნებებისგან, ვერაფერს ვერ გახდნენ ამ მიმართულებით, იყო მერე წავიდნენ იმ არასასიამოვნო ფაქტზე და იმ შემზარავ ფაქტზე, რასაც თანამშრომლების დაპირისპირება ქვია, აგროვებენ ხელმოწერებს, რაღაც გარკვეულ ხელმოწერებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის უსაფუძვლო და ისიც მიმდინარეობს ზეწოლით მე არაერთად ჩემმა თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ აი ამ ფორმით ძალით გვაწერინებენ ხელს გაურკვეველ დოკუმენტზე. ვინ აწერინებს თუ გაქვთ ინფორმაცია? რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ამაზე კომენტარის გათავშევიკავებ, მოვადრო და ამაზე ვისაუბრებ.